პრაქტიკულად დღეს საზოგადოებისთვის რა სტეროიდის სახეობებიც ცნობილი არის, ესენი ყველაფერი არის 1970 წლამდე შექმნილი არასპორტული დანიშნულებით, მაგრამ შემდგომ გამოყენება ჰპოვა სპორტში. და მე ესეთი კითხვა მაქვს, შემდგომი 50-52 წლის განმავლობაში, როდესაც ყველაზე კოლაფსურად წინსვლა იყო მედიცინაში, რა პროდუქტები შეიქმნა მაგ პერიოდში. დღეს ეს ჩვენამდე მოსული არ არის და თუ ჩვენ ავიღებთ თუნდაც ამერიკის, თუნდაც ჩინეთის ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყნის, ასე რომ ვთქვათ, მედიცინას, რამდენად ძლიერი არის, არ უნდა გქონდეს იმის ილუზია, რომ ისინი არ მუშაობენ სპორტის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ისინი მუშაობენ სპორტის მიმართულებითაც და არის ძალიან ბევრი იმდენად ძლიერი ნივთიერება, რომელიც არა მხოლოდ იმისთვის გამოიყენება, რომ სპორტსმენი გააძლიეროს, აქ სამხედრო მიმართულებითაც ხდება გამოყენება და არის ძალიან ბევრი სიუჟეტები, ინფორმაცია ამის შესახებ შეგიძლიათ მე გაეცნოთ თუ უკვე გაცნობილი არ ხართ. ისეთი ნივთიერებები არსებობს, რომელიც ადამიანი შეიძლება სპეცოპერაციის დროს დაიჭრას და მიაღებინონ ნივთიერება, რომ შეძლოს ასე რომ ვთქვათ, რამდენიმე საათის განმავლობაში მოძრაობა და ასე შემდეგ. ანუ ჩვენი და სპორტული საზოგადოება